დღეს მინდა ჩინჭარზე გესაუბროთ, რა სარგებელი მოაქვს და როგორ გამოიყენოთ ის. დავიწყოთ იმით, რომ ბევრი კითხულობს ამ დროში, როდესაც ყველაფერი ასეთი ხელმისაწვდომია და ათასნაირი პროდუქტი, მათ შორის მწვანილეული და ბოსტნეული ზოგჯერ იქვე ცხვირწინ შეიძლება შეიძინო, რატომ უნდა გავისარჯოთ ველური მცენარეების შესაგროვებლად, თანაც, მაგალითად ისე როგორც ჩინჭრის შემთხვევაში, ეს ხშირად გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. საქმე იმაშია, რომ ველური მცენარეები რამდენიმე მიზეზის გამო უფრო სასარგებლოა, ვიდრე შეძენილი ბოსტნეული და მწვანილი. თუნდაც იმიტომ, რომ ისინი გაცილებით მეტ ვიტამინს, მინერალებს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ვიდრე კულტივირებული ბოსტნეული. მაგალითად, ჩინჭარი 100-ჯერ მეტ C ვიტამინს და 26-ჯერ მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე სალათის ფოთლები. ველურ მცენარეებში შემონახულია თავდაპირველი, ბუნებისგან ბოძებული გენეტიკური მასალა, მაშინ როცა კულტურული მცენარეების გენეტიკა ხშირად შეცვლილია, მაგალითად, მათგან ამოღებულია მწარი ნივთიერებები, რადგან თანამედროვე ადამიანის გემოვნება ძალზე გაფაქიზდა და ბუნებრივს დაშორდა. იმის გამო, რომ ველურ მცენარეებს გადარჩენისთვის მავნებლებს ულტრაისფერ გამოსხივებას და გარემოს სტრესთან უწევთ გამკლავება, ეს მათში საკვები ნივთიერებების უფრო მაღალ კონცენტრაციას განაპირობებს. თანაც სუფთა გარემოში შეგროვებული ველური მცენარეები არ არის პესტიციდებით დამძიმებული. გარდა ამისა, სუპერმარკეტის პროდუქტებისგან განსხვავებით, რომლებიც დახლებზე დიდხანს აწყვია, ისინი ხშირად მოკრეფიდან მოკლე დროში იჭმება, რაც მათში მიკროელემენტების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამ ფაქტორების გამო ველური მცენარეები უფრო ღირებულია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე შეძენილი ბოსტნეული და მწვანილი. მაგრამ ჩვენი ვიდეოს დღევანდელ გმირს დაუბრუნდეთ. ჩინჭარი მდიდარია ცილებით და შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს, რკინას და სილიციუმს, ასევე A და C ვიტამინებს. მისი თესლი, რომელსაც ასევე დიდძალი სამკურნალო თვისება გააჩნია, შეიცავს ისეთ ძვირფას ნივთიერებებს, როგორიცაა ლინოლეინის მჟავა, ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავა და ვიტამინი E. ჩინჭრის თესლი ხელს უწყობს სპერმის წარმოებას და ითვლება, რომ მამაკაცებში სიამოვნების გამაძლიერებელი ეფექტი აქვს, მას მდელოს ვიაგრასაც უწოდებენ. მაგრამ ის ასევე მუშაობს ქალებში და დადებითად მოქმედებს ესტროგენის დონეზე. გარდა ამისა ეხმარება საშარდე გზების ინფექციებს, პროსტატის ჩივილებს, კარგია მოთენთილობის საწინააღმდეგოდ, სტრესის დროს, რევმატიზმისა და თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. ხელს უწყობს ორგანიზმის რეგენერაციას. თუმცა ამაზე მოგვიანებით. ჩინჭარი გამოიყენება მაგალითად საშარდე გზების ინფექციების და რევმატული დაავადებების სამკურნალოდ. მას ასევე ბევრი რამის გაკეთება შეუძლია სილამაზისთვისაც, მაგალითად, ჩინჭრისგან დამზადებული ნაყენი თმის ზრდისათვის საუკეთესო საშუალებაა. ჩინჭარს ნივთიერებათა ცვლისა და სისხლის მიმოქცევის სტიმულირებაც შეუძლია. ის შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა. ეს იყო სამედიცინო კვლევის საგანი რამდენიმე წლის განმავლობაში. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩინჭრის ექსტრაქტს აქვს შესანიშნავი ანტიმიკრობული მოქმედება ბაქტერიების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. ლაბორატორიულად ასევე დადასტურდა, რომ ჩინჭრის ექსტრაქტს შეუძლია შეაფერხოს ანთებითი პროცესები, ალერგიული რინიტი. ჩინჭრის ურიცხ სამკურნალო თვისებებში მის მიერ ალერგიების დათრგუნვის უნარიც შედის. ეს მცენარე ვიტამინების, ეთერზეთების, კალიუმის, კალციუმის და სხვა სასარგებლო ნივთიერებების გარდა თავად შეიცავს ჰისტამინს. ალბათ გიკვირთ, მაშინ როგორ შეიძლება ის ალერგიის დროს დაგეხმაროთ. საქმე იმაშია, რომ ჩინჭრის ნორჩი ფოთლების კერძად გამოყენების ან ჩაის სახით ცმის შემთხვევაში ორგანიზმს და მის იმუნურ სისტემას შესაძლებლობა ეძლევა ამ ნივთიერებას ნელა გაეცნოს და შეეჩვიოს. შედეგად ორგანიზმის მიერ ალერგიის გამომწვევ ნივთიერებასთან შეხების დროს ჰისტამინის ჭარბი რაოდენობით გამოყოფის რისკი მცირდება. სასურველია ჩინჭრის მიღება ალერგიის სეზონამდე დაიწყოთ. ზოგადად, ჩინჭარი მთლიანად შეიძლება გამოყენებული იქნას თავისი ყველა ნაწილით, ფესვების ჩათვლით. თუმცა ბევრი მის მხოლოდ ნორჩ ფოთლებს ანიჭებს უპირატესობას. ამისთვის ხელთათმანიანი ხელით და პატარა მაკრატლით ზედა 2-3 წყვილი ფოთოლი მოჭერით. ჩინჭარი მთლიანად შეგიძლიათ გაახმოთ, შემდეგ ხელით დაფშნიდოთ, ჰერმეტულად და ხურულ ჭურჭელში შეინახოთ და მთელი წლის განმავლობაში გემრიელი კერძებისთვის ან ჩაისთვის გამოიყენოთ. ერთი რამეც მინდა აღვნიშნო. სამწუხაროდ ჩვენში გავრცელებულია ასეთი მიდგომა, რომ რომელიმე კონკრეტულ პროდუქტს წამალივით დაარქმევენ, რომ სისხლს ადედებს ან ათხელებს ან წნევას უწევს და შემდეგ მას ერიდებიან ან პირიქით ეტანებიან. არსებითია გვახსოვდეს, რომ საუბრობთ საკვებზე და არა მედიკამენტზე.
ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ თუ ექიმმა თქვენი ანალიზებიდან და თქვენს მიერ მოხმარებული წამლებიდან გამომდინარე არ აგიკრძალათ რაიმე პროდუქტის მიღება, თვითნებურად ამას ნუიზამთ, რადგან როდესაც დაბალანსებულ კვებას გირჩევენ, სწორედ ეს იგულისხმება, რომ წნევის ამწევი და დამწევი, სისხლის გამათხელებელი თუ შემადედებელი, თქვენს ორგანიზმს ეს ყველაფერი სჭირდება ბალანსისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ თქვენმა ექიმმა თქვენს კონკრეტულ მდგომარეობის მიხედვით სხვანაირად არ გირჩიათ. როცა ვსაუბრობთ კონკრეტულ პროდუქტებზე, მაგალითად ნიორზე, ჩინჭარზე, ჯანჯაფილზე, აუცილებელია გვესმოდეს, რომ არც ერთი მათგანი თავისთავად არ არის არც კარგი და არც ცუდი მაგალითად წნევისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია კონტექსტზე, რაოდენობაზე და კვების ზოგად სურათზე. დიახ, ზოგიერთი საკვები წნევას მაღლა ან დაბლა წევს სისხლს ათხელებს, ზოგიერთი კი შედედების პროცესს უწყობს ხელს. მაგრამ სწორედ ამით იქმნება ბალანსი. როცა ვიღებთ მრავალფეროვან საკვებს სხვადასხვა თვისებების მქონე პროდუქტებით, ჩვენი ორგანიზმი იღებს საჭირო ნივთიერებებს და თვითონ ბალანსდება. ეს ბევრად უსაფრთხო და გონივრულია, ვიდრე მხოლოდ ერთ მიმართულებაზე კონცენტრაცია. წარმოიდგინეთ, რა მოგივათ, მხოლოდ წნევის დამწევები ან წნევის ამწევები რომ მიირთვათ. ასე ხომ არა მარტო წნევის, უამრავი ახალი პრობლემაც გაგიჩნდებათ. ზომიერება და ბალანსი, ეს არის ის, რაც გჭირდებათ. ეხლა კი რეცეპტებზე გადავიდეთ. დავიწყოთ განსაკუთრებით ღირებული ჩინჭრის თესლით. ეცადეთ მის სალათებში ან შვრიის ფაფაში გამოყენებას მიეჩვიოთ. ჩინჭრის თესლის მოპოვება აგვისტოდან ნოემბრამდე შეგიძლიათ. ციფე თესლს გამოარჩევთ იმით, რომ ისინი სიმძიმის გამო დაკიდებულია და მოყავის პროფერი აქვთ. დაკრიფეთ 3 დღე მზიან და მშრალ ადგილას გაახმეთ და შეინახეთ. უხდება პროსტატას, თმისწვენას, რევმატიზმებს, საშარდე გზების ინფექციებს და ასე შემდეგ. ეს ვიტამინებით, მინერალებით და ჯანმრთელობისათვის უაღრესად სასარგებლო ცხიმებით გაჯერებული სუპერფუდად აღიარებული ეს ერთი ციცქნა მარცვლები შეგიძლიათ უმად მიირთვათ, მაგალითად, ნედლად ან გამხმარი სახით სალათებს ან კერძებს მოაყაროთ ან შეგიძლიათ მოხალოთ და ისე მიიღოთ. აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ უმად მიღებული იდეალური რაოდენობა არის დღეში 3 სუფრის კოვზი. გარდა ამისა, ეს თესლები უმად ძალიან სასარგებლოა, მაგრამ მათ ბეწვები აქვთ და ამის გამო ჯობს მზეზე გააშროთ, რომ ხახა არ გაგიღიზიანოთ. თესლისგან ჩაის ასე მოამზადებთ. ერთი ჩაის კოვს მთლიან ან დაჩეჩქვილ თესლს 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 10 წუთი დააყოვნეთ, თუ გინდათ, თაფლით დაატკბეთ. 3 კვირის მანძილზე 3 დღეში ჭამის წინ დალიეთ. წელიწადში 2 შეგიძლიათ გაიმეოროთ. გამოიყენება როგორც მომაღონიერებელი, სულიერი თუ გონებრივი, ასევე ფიზიკური ძალების მომკრები და სექსუალური პოტენციის ამწევი ორსავე სქესში. ჩინჭრის ჩაი ეს ჩაი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ თქვენს ორგანიზმს შიგნიდან მოუვლის და უმკურნალებს როგორც შარდმდენი, დეტოქსიკატორი და ნივთიერებათა ცვლის მასტიმულირებელი. იგი იდეალური საშუალებაა საგაზაფხულო დაღლილობის სამკურნალოდაც. მისი მომზადება ძალიან მარტივია და ეს შეიძლება როგორც ახალი, ასევე ხმელი ჩინჭრით გააკეთოთ. დაგჭირდებათ 3 ჩაის კოვზი ახალი ან 1 ჩაის კოვზი ხმელი ჩინჭარი. 200 მლ წყალი. სურვილისამებრ 1 ჩაის კოვზი თაფლი. ლიმონის წვენი გემოვნებით. ჩინჭარი ჩიქაში მოათავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით. დააფარეთ და 10-15 წუთი გააჩერეთ. გადაცურეთ და მიირთვით. რამდენი ჩიქა ჩინჭრის ჩაი შეიძლება დალიოთ დღეში. გაითვალისწინეთ, რომ ჩინჭრის ჩაის ეფექტით რომ ნამდვილად ისარგებლოთ, დოზა დღეში დაახლოებით 2-3 ჩიქა უნდა იყოს. რევმატიული ჩივილების შემთხვევაში ეს რაოდენობა გაზარდეთ. ჩინჭრის ფესვების ნახარში. ჩინჭრის ფესვები ხელს უშლის ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნას, რაც პროსტატის ჰიპერპლაზიის განვითარებას აფერხებს. ნახარში ასე მოამზადეთ 1 ჩაის კოვზი ჩინჭრის ფესვი 1 ჩიქა, დაახლოებით 150 მლ ცივ წყალში ჩაყარეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, ცეცხლს დაუწიეთ და დაახლოებით 1 წუთი ხარშეთ. შემდეგ გამორთეთ და 10 წუთი გააჩერეთ. გადაწურეთ და დღეში 3-ჯერ მიირთვით. ჩინჭრის ზეთის სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად. ახალი ან გამხმარი ჩინჭრის ფოთლები შუშის ჭურჭელში მოათავსეთ და ზეითუნის ზეთით დაფარეთ. მზიან ადგილას 2-3 კვირის მანძილზე დადგით. შემდეგ გადაწურეთ და გრილ ადგილას შეინახეთ. დამატებითი ეფექტისთვის შეგიძლიათ პიტნის ან ლავანდის ეთერზეთები შეურიოთ, რაც სამკურნალო თვისებებს კიდევ მეტად გააძლიერებს. მიღებული ზეთი ზედმტკივნეულ სახსრებზე საუკეთესო შედეგისთვის დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს წრიული მოძრაობებით შეიზილეთ.
ზემოდან თბილი კომპრესის დადება ეფექტს კიდევ მეტად გააძლიერებს. ამ ზეთის რეგულარული გამოყენება ამცირებს ანთებას და სახსრების ტკივილს აამებს. კითხვა დაიბადება, შეიძლება თუ არა მზეს უმზირის ზეთის გამოყენება. საქმე იმაშია, რომ ზეითუნის ზეთი ქოქოსის და, მაგალითად, აბუსალათინის ზეთის კვალად იმ ზეთების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ორგანიზმს მასთან შერეული ნივთიერებების შეწოვას უადვილებს, მზეს უმზირის ზეთს ეს თვისება არ გააჩნია. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.